მე მინდა ამ ახალგაზრდა კაცს მიმართო. და საერთოდ ამ სასწაულს მიმართო რა. ბაბუაშენს აქ წიგნი დაწერილი. 309 ქართული სირცხვილი რა. 300.000 სირცხვილი ბაბუაშენი იყო, ის რო იცოდე რა. დროთა განმავლობაში მე როცა გავიზარდეთ, გავიგეთ ვინ იყო. 311 სირცხვილი მამაშენი იყო, ბუზა. და 312 სირცხვილი ხარ შე. ხო. და რატომ ხომას იცი? ბაბუაშენი კაკებეშნიკი ნაბოზარი, რომელიც ქართველი გმირების ისტორიით, საქართველოს ისტორიით ამაღლებული იქნა, აყვავებული იქნა და ასე შემდეგ. როდესაც ზუსტად გამსახურდია დაამხეს მოღალატეებმა, პუჩისტებმა. თუ გინდა კადრებსაც გაჩვენებ. სახელმწიფო ტელევიზია იყო, მაშინ და გამოსული იყო სახელმწიფო ტელევიზიაში და ამას ამბობდა, რომ პრეზიდენტი წავიდა, გაიქცა. და მე როგორც მოქმედი ისტორიკოსიო, სამშობლოს ღალატად არის შეფასებული. დედამოწყნული წითელი ინტელიგენციის კაშკაშა ვარსკვლავი. და რო კითხო მამაშენს, რომელიც არის ღალატის ანატომიის სასწაული ქმნილება, დედამოწყნულს, რო კითხო. თვითონ საქართველოს დამოუკიდებლობაზე ქონდა ხელი მოწერილი და ზვიადის თანამებრძოლი იყო, რა. რო კითხო. და ზვიადის მხარეს იყო და მამა თურმე იმის ზვიადის მოწინააღმდეგეებში იყო. ისე დედამოწყნული იყო მამაშენი. ისე დედამოწყნული იყო ბაბუაშენი, რომლებიც საქართველოს და ეროვნული ხელისუფლების და ეროვნული მოძრაობის ჩანერგილი ესე იგი დამპალი აგენტურა იყო. და შენ პატარა ქვეწარმავალი, გველის წიწილი. შენ ეკლის პატარა ეკალი ხარ ჯერჯერობით, თორე დიდი გახდები. დიდი გახდები, ძალიან დიდი ნიჭი გაქვს დედამოწყნობის და იმიტომ რომ ბაბუაშენს და მამაშენს ასე შენი ასაკიდან არ დაუწყია ჯერ კიდე სამშობლოს ღალატი და შენ კიდე ჩამდგარი ხარ სამსახურში, იცი? ხო. იმაზე მეტი ადრე, ალბათ დედის მუცელშიც, როცა იყავი ჩანერგილი, მაშინაც სამშობლოს ღალატით იზრდებოდი, იმიტომ რომ მოღალატეობაც გადადის შთამომავლობით. ისევე როგორც გმირობა, ისევე როგორც პატრიოტიზმი, ისევე როგორც სამშობლოს სიყვარული. აიგე, ახალგაზრდა კაცი ხარ და თუ რაღაცა წაგიკითხია, Facebook-ი მაინც გექნება და რაღაცა მაინც უნდა გქონდეს ნანახი, YouTube-ი მაინც გექნება. დარწმუნებული ვარ ამასაც ნახავ, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც ქუთაისის პროდუქტები ხართ. და აი ძალიან მწვენია, იმიტომ რომ მე ამ ქალაქის შვილი ვარ, ამ ქალაქმა გამზარდა. მაგ ქალაქში ვისწავლე კაცობა, ადამიანობა, სამშობლოს სიყვარული, ღირსება და